სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა გრძელდება. ქართულმა ოცნებამ ახლა ისეთი ორგანიზაციებიც გაანაწყენა, რომლებიც წარსულში მის მომხრეებად მოიაზრებოდნენ. ირკვევა, რომ ოცნების ანტიკორუფციულმა ბიურომ საგანგებო წერილი გაუგზავნა კავკასიურ სახლსაც და სთხოვს ორგანიზაციასა და დონორებს შორის გაფორმებული კონტრაქტების, შრომითი ხელშეკრულებებისა და შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენას. ორგანიზაცია წერს, რომ გამჭვირვალობას ისედაც ემხრობა, მაგრამ ოცნების ახლანდელ ნაბიჯებს განიხილავს, როგორც შევიწროების მცდელობას ყველას მიმართ, ვინც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და რეპრესიებს აპროტესტებს. პარალელურად პროპაგანდა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო სამართლიანობის ცენტრის საჩივარი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, რასაც ორგანიზაცია არაზუსტს უწოდებს. სალომე ლაბაძე გაგვაცნობს ზუსტ განმარტებებს სამართლიანობის ცენტრისგან. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ ეტაპზე მცირე გზავნილის გავრცელებით შემოიფარგლება. ორგანიზაცია განმარტავს, რომ მათ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში საერთოდ არ გაუგზავნიათ. არადა ტელეკომპანია იმედი ქრონიკის ექსკლუზიურ ინფორმაციად სწორედ იმ ცნობას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საჩივარი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ მიიღო. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას ერთობლივად გეგმავენ, რაც ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებით გამოწვევას უქმნის ქართული ოცნების სასამართლო, რომელმაც დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის შუამდგომლობა და ორგანიზაციებს დაავალა, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც კუპრაშვილის ბიურომ მათგან მოითხოვა, ამ ბიუროს სრულად გადაეცეს. არადა ამ ინფორმაციის ნაწილი გულისხმობს ცნობების გაგზავნას ბენეფიციარების სენსიტიური ცნობების შესახებაც, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით არის დაუშვებელი და რა ნაბიჯის გადადგმასაც ისინი არ აპირებენ. ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ახლა ქართული ოცნების ნამდვილი მიზანი არის იმ ჯგუფების, იმ აქტორების დევნა და გაქრობა სოციალური და პოლიტიკური სივრციდან, რომლებიც უკვე მრავალი ათეული წელია ქართულ ხალხს ეხმარებიან სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებაში და რომლებიც რაც მთავარია აქტიურად ეწინააღმდეგებიან საგარეო კურსის ცვლილებას ქართული ოცნების მიერ და ასევე ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას. სწორედ ამის ინსტრუმენტად აცხადებენ ახლა ისინი რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს, რომელმაც მოითხოვა ამ ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის როგორც გითხარით, სენსიტიური ინფორმაცია ამ ორგანიზაციების ბენეფიციარების შესახებაც, რის შესახებაც რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს შუამდგომლობა უკვე დააკმაყოფილა ქართული ოცნების სასამართლომაც. იმის გამო, რომ ორგანიზაციები წინააღმდეგობას უწევენ რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს, საქმე უნდა ვთქვათ, რომ მათ უკვე უწევთ მუშაობა ყადაღის პირობებში. ჩვენი საქმიანობის შეზღუდვის პროცესი ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო უკვე საკანონმდებლო დონეზე და ეს პროცესი გრძელდება და სულ უფრო ინტენსიური ხდება. ჩვენ იმ დრომდე გავაგრძელებთ საქმიანობას, სანამ ამის შესაძლებლობა რა თქმა უნდა გვექნება და დღესაც ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას იმ შეზღუდული რესურსებით, რაც აი ამ კანონებმა დატოვა, რეპრესიულმა კანონებმა დატოვა არსებულ რეალობაში, მაგრამ ეს სამართლებრივი ბრძოლა, მოქალაქეების დახმარება, იმ საქმეების კეთება, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაკეთებდით საზოგადოების ინტერესების დასაცავად, კვლავაც ვაგრძელებთ და ამას გავაგრძელებთ ბოლომდე. ამ პირობებში სამოქალაქო ორგანიზაციების სრულყოფილი საქმიანობა, დამოუკიდებელი ორგანიზაციების, რომლებსაც დამოუკიდებლად უნდათ საქმიანობა, მე ნამდვილად არ მესახება პერსპექტივაში, რადგანაც ყველანაირად ზღუდავენ და როდესაც მთელი სახელმწიფოს მიზანი ამ თვალსაზრისით და ამ რეჟიმის კონკრეტული ესე იგი მიზანი წარმოადგენს იმას, რომ შეზღუდოს და გააჩეროს ორგანიზაციები, ამას შეძლებენ, იმიტომ რომ სჭირდება ორგანიზაციას რესურსი იმისთვის, რომ ფუნქციონირება გააგრძელონ და ამ რესურსს ყველანაირად ზღუდავენ და აჩერებენ. რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო კი ასევე აფართოებს უკვე სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციების სიასაც და გააფართოვა იმდენად, რომ ამ ჩამონათვალში უკვე მოხვდა კავკასიური სახლის. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოება ნაირა გელაშვილის ლიდერობით ასევე მრავალი ათეული წელია იცნობს. ნაირა გელაშვილი კი, რომელიც შესაძლოა წარსულში საზოგადოებას ახსოვდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის მიმართ კეთილგანწყობით, ახლა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების მსგავსად განმარტავს, რომ საქმე უკვე გვაქვს ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების
ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროების და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობასთან იმ მიზნით, რომ როგორც უკვე აღინიშნა, მოხერხდეს იმ ორგანიზაციების და იმ აქტორების გაჩუმება და განეიტრალება, რომლებიც ქართველი ხალხის ბრძოლას უჭერენ მხარს რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ასევე საგარეო კურსის ცვლილების წინააღმდეგ. თუმცა სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რამდენადაც ცნობილია, კავკასიური სახლი გეგმავს ითანამშრომლოს რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსთან, თუმცა მისთვის გეგმავს მხოლოდ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც რის საშუალებასაც მას როგორც ორგანიზაციაში განმარტეს სამართლებრივი ჩარჩო აძლევს. კავკასიური სახლი ბიუროს მოთხოვნებს აფასებს შევიწროებად, კიდევ ერთ გამოვლინებად სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმისა და ზეწოლისა და ჩვენ ყველა სამართლებრივ ფორმით ვეცდებით, რომ რა თქმა უნდა, ესე იგი, დავშოთ სამართლებრივ ჩარჩოებში რისი ლეგიტიმური ინფორმაციის ლეგიტიმური წარდგენის უფლებაც გვაქვს მას წარვადგენთ, მაგრამ გვაქვს ასევე ჩვენი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ინფორმაცია სხვადასხვა ბენეფიციარებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენ ვერ უღალატებთ, აქედან გამომდინარე ის ინფორმაცია დათვლილია სხვადასხვა კონვენციების. შესაბამისად, ეს ინფორმაცია ჩვენთან დათბება. ამ პირადი მონაცემების, ასე ვთქვათ, საჯაროობის საკითხი თუ სხვა კუთხით განკითხვის საკითხი არის კანონით სრულად დარეგულირებული. ნუ ეშინიათ საჯაროების. თუ არიან პირნათელი და თუ ემსახურებიან კეთილ საქმეს, ნუ გეშინიათ თქვენი საქმიანობის და თქვენი ფინანსური წყაროების და ხარჯების გასაჯაროება. ნაირა გელაშვილსაც ვეუბნებით, ირაკლი ქადაგიშვილსაც ვეუბნებით და რა ვიცი კიდევ ვინ გვარს და სახელს იტყვით, ყველას ვეუბნებით. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყველა თეთრი და ყველა განკარგულება არის საჯარო, გამოქვეყნებულია. როგორც უკვე აღინიშნა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს, ანუ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფრო კონკრეტულად მხოლოდ მათ ნაწილს, ვისგანაც ამ დროისთვის მოითხოვა რაჟდენ კუპრაშვილმა გარკვეული სახის ინფორმაციის წარდგენა, მუშაობა უწევთ ყადაღის პირობებში. ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სწორედ ყადაღის მოხსნა ითხოვა სტრასბურგის სასამართლოსგან შესაბამისი სარჩელის წარდგენის სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, თავად ორგანიზაცია განმარტავს, რომ მათ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში საერთოდ არ გაუგზავნიათ.